ნინოს ღაპარაძის ვარდების წალკოტი ველისიხეში, რომელსაც ყვავილების მოყვარულები ხშირად სტუმრობენ და ფოტოსესიებსაც მართავენ. პროფესიით პიანისტმა ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია. წლების წინ მეუღლის მიერ სამკაულის შესაძენად ნაჩუქარი ფულით ვარდის ნერგები იყიდა და ულამაზესი ბაღი გააშენა. დღეს მის ეზოში 780 ჯიშის საკოლექციო ვარდი ხარობს. მათი ყვავილობა კი წელიწადის 3 სეზონზე გრძელდება. გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. თავისებური სირთულე ახლავს, მაგრამ იმ ხელა სიყვარული მაქვს, რომ ამ სირთულეებს ადვილად ვლახავთ. სირთულეების მიუხედავად პროფესიით პიანისტმა შეძლო და საცხოვრებელი სახლის ეზო წალკოტად აქცია. ბავშვობის გატაცებისა და სურვილის სასახდენად დიდი შრომა დასჭირდა, თუმცა ძალისხმევა არ დაიშურა და 800-მდე ჯიშის ვარდი გააშენა. ეზოში, სადაც გაზაფხულიდან ულამაზესი პეიზაჟი იხატება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული სანერგეებიდან ჩამოტანილი საუკეთესო ჯიშის ვარდებს შეხვდებით. კოლექციონერმა ყველაფერი კი ნაჩუქარი ფულით და 16 ძირი ვარდის ნერგით დაიწყო. ნინოს ღაპარაძე ამბობს, რომ სიმშვიდე სწორედ ვარდების წალკოტში პოვებს. სულ პატარა წითელი ფოთლები რომ აქვს. აი, იქედან დაწყებული, რომ ბოლომდე ჩამომჭკნარ ვარდებსაც თავისებური სილამაზე აქვს, ხო? და შესაბამისად სილამაზე სიმშვიდეს, რა თქმა უნდა, მოგაპოვებინებს. ჩემს ბაღში ნამდვილად ძვირფასი კოლექციებია, ანუ მსოფლიოში საუკეთესო ჯიშებს ვცდილობ რომ მოვიპოვო და შესაბამისად უკვე 780 ჯიშის მსოფლიოში საუკეთესო ვარდი მაქვს. ყველა განსაკუთრებული თუ რამ ხდება, ვცდილობ რომ მოვაგროვო აქ კახეთში, ველისციხეში. სამოყვარულო დონეზე დაწყებული საქმე ოჯახმა ბიზნესად აქცია, თუმცა ეს ადვილი სულაც არ ყოფილა. ვარდების მოვლაში მეუღლეც აქტიურად ეხმარება. აქ ხშირად აწყობენ ფოტოსესიებს. წალკოტის სანახავად კი ნინოს ღაპარაძეს არაერთი ვიზიტორი სტუმრობს. შემოსვლის დროიდანვე, არ ვიცი, იმ ხელა ემოციებში არიან, რომ რამოდენიმე კვირა გასდევთ ეს ემოციები. ზოგადად ჩვენი ბაღის ისტორია ძალიან ლამაზია. ისე დავიწყეთ ეს ამ ბაღის შექმნა, რომ სულაც არ გქონდა დაგეგმილი სინამდვილეში, უბრალოდ მეუღლემ მაჩუკა სამკაულისთვის ფული და მე კიდევ შევიძინე ვარდები. ქართველი დამთვალიერებლები ყავს, სკოლებიც მოდიან და შესაბამისად რაიონებიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოდიან ბაღის დასათვალიერებლად. ვარდების გასახარებლად კახეთი ერთ-ერთი საუკეთესო კუთხეა. კოლექციონერი ამბობს, რომ კლიმატიც ხელსაყრელია. ზამთარში კი ნერგებს განსაკუთრებული პირობების შექმნა არ სჭირდება. ზოგადად ვარდების გახარება ძალიან შრომატევადი საქმეა, მაგრამ ის რომ იმის შეგრძნება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უხარებ ამით გულს და აძლევ იმის საშუალებას, რომ თავის ბაღშიც გქონდეთ ასეთი სილამაზეები და გააბედნიეროს ხალხი ამ ყველაფერმა. ამიტომ, რა თქმა უნდა, უარს არ ვიძახი, მაქსიმალურად ვცდილობ დავაკალმო, მაქსიმალურად რაც კალმდება ყოველ შემთხვევაში და გავამრავლო ეს ჯიშები, რომ გამრავლდეს საქართველოშიც და იყოს მრავალფეროვნება, როგორც ადრე ჩვენს ბავშვობაში გქონდა ხოლმე. თუმცა კი ახლა ბევრად მეტი ჯიში შემოდის ზოგადად საქართველოში და უკვე მე თვითონ 800 ჯიშამდე მაქვს. ნინოს ღაპარაძე ვარდების მოვლას მზის ამოსვლამდე იწყებს და საღამოს ასრულებს. წალკოტის ყვავილობა წელიწადის 3 სეზონზე გრძელდება. კოლექციონერი კი სამომავლოდ არაერთი ჯიშის ვარდის შეძენასა და გამრავლებას გეგმავს.